ღამემშვიდობისა, პირდაპირ ეთერში მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი პოლიტიკური კლუბის სტუმარი გახლავთ პირველი ნაწილის ქალბატონი ნინო ბურჯანაძე. ღამემშვიდობისა, ქალბატონო ნინო. ღამემშვიდობისა, დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობის მიღების თაობაზე და მინდა მოგიკითხოთ როგორ გრძნობთ თავს ჯანმრთელობას გულისხმობ. კარგად, მადლობთ. დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება ჩაგერთოთ და ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა იქნება. აუცილებლად, როგორც ყოველთვის ქალბატონო ნინო, და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ საუბარი დავიწყოთ სტრასბურგის სასამართლოთი. ალბათ ბევრს აღარ ახსოვს, რომ ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ქალბატონო ნინო, ალბათ ისმის ხო, ჩემ ხო არ არის რაიმე პრობლემა ტექნიკური? დიახ. არა, კარგად მესმის ნინო თქვენი ხმა. დიახ, ანუ ყველა პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და ქალბატონო ნინო, მე მაინტერესებს თქვენი შეფასება როგორც პროფესიონალის, რასთან გვაქვს საქმე აი სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნინო, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მე ვიტყოდი, რომ სტრასბურგიდან პრაქტიკულად ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან სერიოზული სილისგაწნა მიიღო. თუ გახსოვთ თქვენ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სრულიად აღმაშფოთებელი იყო ჩემთვის პირადად ის, რომ სტრასბურგში პრაქტიკულად ტრიბუნაზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ საქართველოს დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი ბატონი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა ახალი ხელისუფლების პირობებში იმის უფლება, რომ კვლავ საქართველოს სახელით ყოფილიყო სტრასბურგში წარმოდგენილი თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის რანგში. შემდეგ იყო არაერთი, ესე ვთქვათ, ძალიან არასახარბიელო გადაწყვეტილებები და იყო აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, მართლაც ყოველ შემთხვევაში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ისტორიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. რომ სამი მოსამართლიდან, რომელიც წარადგინა ქვეყანამ, სამივე მოსამართლე დაეწუნებინოს სტრასბურგის სასამართლოს და პრაქტიკულად, ესე ვთქვათ, უარი ეთქვას კანდიდატების დამტკიცებაზე. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი, მაგრამ ამ ხელისუფლებას არ ცხენია როგორც ჩანს არაფრის. არავის საერთოდ ამაზე პასუხი არ უგია, გეგონებათ ეს ქვეყნის პრესტიჟის საქმე არ ყოფილიყოს. რაც შეეხება ეხლა ბოლო გადაწყვეტილებას, სასამართლო გადაწყვეტილების შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს მართლაც ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ხელისუფლებისათვის, ნინო, მე ძალიან გამიკვირდება თუ ხელისუფლება გაბედავს ამ გადაწყვეტილების იგნორირებას, არ გააკეთებს იგნორირებას და ასევე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ანუ რანა ბიჭიც არ უნდა გადადგას ახლა ხელისუფლებამ. ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან წამგებიანი. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ პრაქტიკულად ყველას, ვინც კი ადევნებს თვალყურს ამ დავას, უცხოეთში მისცა განცდა, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და არა ჩვეულებრივი სამართლებრივი საკითხი და ეს არის თავიდან ბოლომდე ამ ხელისუფლების ბრალი, ეს არის თავიდან ბოლომდე ამ ხელისუფლების არაკომპეტენტურობის ბრალი და ძალიან ბევრი სხვა იმ თემების ბრალი, რაზეც მე და თქვენ თუნდაც არაერთგზის გვისაუბრია ეთერში. და ქალბატონო ნინო, მავანმა შეიძლება ეს აღიქვას როგორც ნიშნის მოგება გარკვეულად თქვენის მხრიდან. ქალბატონო ნინო, რა მაინტერესებს, იცით მოსამართლეები, კანდიდატები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, აი ეს ამან ხომ არ განაპირობა სწორედ, რომ იქ წარგზავნილი კანდიდატებისგან არც ერთი არ იყო მიღებული ევროპული სასამართლოს მიერ და აი ჩვენ ასეთ შედეგებს ვიმკით და წინ გვაქვს მერაბიშვილის საქმე, რაც არანაკლებად საფრთხილოა ხელისუფლებისთვის და ჩვენთვის კი ემოციურად ძალიან მძიმე. ნინო, არ მგონია ხა თუ ვინმეს უნდა მაინცა და მაინც ამაში ნიშნის მოგება დაინახოს, მაგრამ არანაირ ნიშნის მოგებას ჩემი მხრიდან ადგილი არ აქვს, იმიტომ რომ მე არ შეიძლება ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას ნიშს უგებდე. მე ყოველთვის იმ ხელისუფლებასთანაც კი, რომელთანაც მტრული რეჟიმი მქონდა,
ვაკეთებდი განცხადებას, რომელიც ქვეყნისათვის თუ ხელისუფლება გაიგონებდა, სასიკეთო და სასარგებლო იყო. ამ ხელისუფლებას დამეთანხმებით ალბათ რა ზოგჯერ მაინც რომ გაეგონა ის, რასაც მე და ჩემი თანაგუნდელები ვამბობდით, დღეს ნამდვილად გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის საქმეს, იგივე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, შანსი იმისა, რომ სტრასბურგმა კვლავ ხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს ქვეყანა არის, მაგრამ ვისი ბრალია ესა? რა ვანო მერაბიშვილი არის უდანაშაულო და ამიტომ? არა, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება არაფრის მაქნის, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თუნდაც ნინო 26 მაისის ბოლომდე გამოძიება. 26 მაისი რომ ბოლომდე გამოეძიებია ამ ხელისუფლებას. მაშინ დღეს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა. სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა სააკაშვილთან დაკავშირებით, სრულიად სხვა რეალობა იქნებოდა დაუშვათ მთელ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, მაგრამ არ აწყობდა ამ ხელისუფლებას 26 მაისის გამოძიება, იმიტომ რომ 26 მაისი რომ გამოიძიო, მაშინ უნდა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი, მაშინ უნდა თქვა რომ ყველანი ვინც იქ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გმირები და თავგანწირული ადამიანები, მაშინ ის კომენტარები კი არ უნდა აკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, ხან რომ წვაწვავს და ხან შამფურს და ხან ორივეს და ხან არც ერთს ბურჯანაძესთან დაკავშირებით, რომელიც როდის როგორ მოეხასიათება, არამედ იძულებული გახდება თქვას რა როლი ქონდა ნინო ბურჯანაძეს 26 მაისში, რა როლი ქონდა სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და იძულებული გახდება ის დადღევანდელი ხელისუფლება თქვან და აღიარონ, რომ 26 მაისის სისხლზე მოვიდნენ ისინი. იგივე 26 მაისი რომ გამოძიებულიყო, სამართლიანობა აღდგენილიყო. დღეს ნინო შეიძლება რუსთავიორის საქმე სხვანაირად ყოფილიყო დაყენებული. როგორ შეაფასებ რუსთავიორის? დღეს არავის არ ჯერა. დიახ. გისმენთ. რა თქმა უნდა, დღეს არავის არ ჯერა, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა ქიბარ ხალვაშის მიმართ. როგორ ეხა ეს ერთადერთი ქიბარ ხალვაში გახდა ბიძინა ივანიშვილის საყვარელი ფიგურა, რომელზეც მზედამთვარე ამოუვიდა და მასზე გადაწყვიტა სამართლიანობის აღდგენა. მე არაერთ გზის მithქვამს, ეხა უხერხულიც კი ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რატოა თუმცა უხერხული? 26 მაისის მონაწილეებს, ნინო, ჩემს თანაგუნდელებს ავტომანქანები რომ წაართვეს, ის ავტომანქანები არ დაუბრუნებიათ, ანუ ადამიანები დაიჭირეს, ციხეში ჩააგდეს, სცემეს, მანქანა წაართვეს, მიუსაჯეს, მერე გამოუშვეს ციხიდან. კიდევ კარგი, დიდი მადლობა, რომ ეს მაინც გააკეთეს. ნასამართლობა არ მოუხსნეს და ქონება არ დაუბრუნეს, ელემენტარულ მანქანაზეა ლაპარაკი და ქიბარ ხალვაშის სამართლიანობის აღდგენა გახდა ნომერ პირველი თემა ამ ქვეყანაში. მე ნამდვილად არ ვაპირებ რუსთავიორის როგორც ტელევიზიის დაცვას, ნინო, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ თუ ვინმეს შეუძლია პრეტენზია წამოაყენოს რუსთავიორის მიმართ, ეს ნამდვილად ვარ მე, იმდენი ცილის წამება, იმდენი გულის ტკივილი, იმდენი უსამართლობა გახმოვანებულა რუსთავიორის ეთერიდან ჩემი ოჯახის და ჩემი თანაგუნდელების მიმართ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე დღესაც რომ ვიყო ხელისუფლებაში რუსთავიორს დავხურავდე. ახლა როგორ არის ნინო, მე თქვენს ეთერში საუბარი და თქვენს მიგაჩნიათ გაბატონ ნინო, რომ რუსთავიორის დახურვაზე არის საქმე? არა, ნუ ეხა დახურვა შეიძლება ესე ვთქვათ პირდაპირ მნიშვნელობით არა, მაგრამ ნინო, ჩვენ ხომ ბავშვები არა ვართ, ეხა მე მგონი უბრალოდ შეურაცხყოფელიც კი არის ადამიანებს, როცა ეუბნებიან იმას, რომ აქ არაფერ შუაში არ არის არედაქციო პოლიტიკა და სამართლიანობის აღდგენა და მესაკუთრისთვის რუსთავიორის დაბრუნებაო. ეხა ეს ხომ აბსოლუტურად დაცინვა და იცი მე რა მინდა ნინო ვთქვა, მე ვიცი ჩვენ ეხა როგორი მაყურებელი გვიყურებს, ეს არის მართლა ძალიან განსაკუთრებული მაყურებელი, ძალიან გულგატეხილი, ძალიან ბევრ რამეზე და ძალიან მომთხოვნის სამართლიანობაზე, ხო? მე ასე ვთვლი, რომ განსაკუთრებით ობიექტივს უყურებს ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად ძალიან უნდა სამართლიანობის აღდგენა, ვისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ნაციონალური მოძრაობა. მე ამ ადამიანებს მინდა ვუთხრა, იცით? ამ ხელისუფლებას ძვირფასო მეგობრებო, ქონდა ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა აღარ ბოგინობდეს ქართულ პოლიტიკაში და მაშინ არც რუსთავიორის პრობლემა ბუნებრივად აღარ არსებებდა. მაგრამ ამ ხელისუფლებამ ნინო გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს ბურჯანაძე კი არ მჯდარიყო და დემოკრატიული მოძრაობა, არამედ ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო დაერქმევა თუ ჩინური თუ მთვარეული არა, ნაციონალური მოძრაობა ორივე, ხო?
27 ნაციონალი ერჩივნა ბიძინა ივანიშვილს მჯდარ იყო საქართველოს პარლამენტში, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და თუნდაც 5 ადამიანი ნინო ბურჯანაძესთან ერთად. და ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა ბედავს ამდელ ლაპარაკს. დღეს რუსთავი 2 ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ლაპარაკობს ობიექტურობაზე, მაგრამ იცით მე რატო გამოდივარ ნინო რუსთავი 2-ის დახურვის წინააღმდეგი? და მე ვფიქრობ, რომ თქვენ დამეთანხმებით, იმიტომ რომ თქვენ იმ პერიოდში ძალიან აქტიური იყავით და გახსოვთ პოზიციები. როდესაც 2007 წელს იმედს შეექმნა პრობლემები და 2008 წლის დასაწყისში, როცა მე პრეზიდენტის მოვალეობას ვასრულებდი, პრაქტიკულად ესე ვთქვათ, მე ვიყავი ხელისუფლების წარმომადგენელი, ხო? იმედი არც მე არ მზოგავდა, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ყოველთვის ვცდილობდი ბოლომდე, რომ იმედის ბლოკადა არ მომხდარიყო და ვიბრძოდი, რომ არ ყოფილიყო ესე ვთქვათ ეს ბოიკოტი, რომელსაც იმედს უცხადებდნენ და როცა დაიხურა იმედი სააკაშვილის და ბოკერიას და მთელი ნაციონალური მოძრაობის და ხელისუფლების კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად ნინო მე ყველაფერი გავაკეთე თქვენ ეს იცით რომ იმედი აღდგენილიყო და ჩართულიყო რატომ? იმიტომ კი არა რომ ყველაფერი მომწონდა რასაც იმედი აკეთებდა იმიტომ რომ ვიცოდი რომ ხელისუფლებისათვის აუცილებელი იყო თუნდაც არა ყოველთვის ობიექტური მაგრამ კრიტიკა, რომელიც ხელისუფლებას აიძულებდა, რომ თავაშვებული არ ყოფილიყო. დღეს სამწუხაროდ რუსთავი 2 არის ფაქტიურად ერთი ისეთი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დაფარვა, რომელსაც შეუძლია ხშირად არაობიექტური, მაგრამ ზოგჯერ ობიექტური კრიტიკაც და თუ ესეც ესე ვთქვათ ჩაქრება იმ ფონზე, როდესაც ნინო თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ხელისუფლებამ იმედი, პირველი არხი, GDS-ი, პრაქტიკულად მაესტრო, დიდი შედარებით დიდი ტელევიზიების, ასე ვთქვათ, პრაქტიკულად ბლოკირება მოახდინა, ჩვენ შეიძლება იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, მალე რა მდგომარეობაშიც ნაციონალური მოძრაობის დროს ვიყავით, იმიტომ რომ პარლამენტი ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ, მთავრობა ერთი ადამიანის კონტროლის ქვეშ, პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ თუ ჭკვიანად არ იქნები, ახლა და ისეთ განცხადებებს გააკეთებ, ჩვენ რომ არ მოგწონს კანონს შევცვლით და სხვანაირად აგირჩევთო, მედია, სასამართლო, ეს ძალიან მძიმეა, ნინო, ესე ვთქვათ, ქვეყნისთვის და ეს არის რაც მე მაწუხებს და არა ის რომ მე ხა ვთქვათ რუსთავი 2-ს ვიცავ რამე მიზეზების გამო. ხო, თუმცა მე ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეთ თქვენ და ის რომ აი გვარამია გვესაუბრება ჩვენს თავისუფალ სიტყვაზე, ქრისტეს გზაზე და თავისუფალ მედიაზე, ჩემთვის არის მაქსიმალურად მიუღებელი, მით უმეტეს ახლა თუ დავდებთ ესე დვალი და გვარამია, მაშინ მითხარით, რატომ არ უნდა დაუჯერო დვალს სიტყვაზე და რატომ უნდა ვირწმუნო გვარამიასი, როდესაც შესაძლოა არ შეიცვალოს ეს კრიტიკული დამოკიდებულება და არ იყოს ცენზური და ვერ განახორციელოს ხელისუფლებამ კონტროლი. ნინო, აბსოლუტურად გეთანხმები. ჯერ ერთი მე არ ვამბობ, რომ უნდა გვარამიას დაუჯეროთ და დვალს არ დაუჯეროთ, არა. ამაზე არ არის ლაპარაკი. მე აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების მხრიდან, მათ შორის გვარამიას მხრიდან ამტონით ლაპარაკი, როგორც გვესაუბრებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ გისვამ ნინო კითხვას და ვიცი რას მიპასუხებ, ხო? დამეთანხმები ალბათ. ვისი ბრალია ეს ყველაფერი? მადლობა ვის? ჩვენ ვიცით მადლობა 2007 წლის დიახ, მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მადლობა ხელისუფლებას, რომ ეს ადამიანები ჩვენ ამტონით გველაპარაკებიან. რატო არ გამოიძიეს ნინო 7 ნოემბერი? 7 ნოემბერიც რომ გამოეძიებიათ 2012 წლის 26 მაისთან ერთად, დღეს სხვა რეალობა იქნებოდა. ეს ადამიანები ასე ვეღარ დაგველაპარაკებოდნენ, მაგრამ არც 7 ნოემბერი გამოიძიეს, არც 26 მაისი გამოიძიეს, არც ბევრი სხვა საქმე არ გამოიძიეს და რაც შეეხება დავუშვათ დვალს და ხალვას, ჩვენ ხო ახლა ამ დავაში არ შევალთ. რა თქმა უნდა, ნინო, რუსთავი 2-თან დაკავშირებით ქონებრივი დავა არსებობს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ აქ საქმე სხვა რამეზია. შენ რომ მაინცა და მაინც როცა ხელისუფალი ხარ, მხოლოდ რუსთავი 2-თან დაკავშირებით იწყებ პრაქტიკულად ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენას და თან პარალელურად იმდენი ჭკუა არ ყოფნის, რომ მუდმივად არ იძახო, რომ რუსთავი 2 უნდა დავხურო და
სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონსო, აი ამაზეა ლაპარაკი თორემ. ამაში რა თქმა უნდა, რუსთავიორთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა არსებობს. კი, და სამართლებრივი დავა არსებობს და ალბათ ხო, მე ჩემი აზრი მაქვს, მე ვერ გრძნობ, რომ აი დღეს რუსთავი ორთან ატეხილი აჟიოტაჟის გამო იზღუდება თავისუფალი მედია. მე ჩემი შეხედულება მაქვს, თქვენი რა ვქნათ, თუმცა მადლობა ვის, მე ყოველთვის ვამბობ, მადლობა ვის? მადლობა ამ ხელისუფლებას, ვინაიდან ეს ყველაფერი დაიწყო კოჰაბიტაციით, შემდეგ უფრო ესე ფესვები გაიდგა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით და შემდეგ აი ამ პინგ-პონგის თამაშით ალბათ დამეთანხმებით, რომ მას რა თქმა უნდა აწყობს ისეთი პოლიტიკური ძალა ოპონენტად, რომელსაც სუთიც უქნევს, რომ აბა ხმას როგორ იღებ, შენ ის არა ხარ, ადრე რომ ამას აკეთებდი. თავის მხრივ ნაციონალებსაც აწყობს რა თქმა უნდა თითისქნება ხელისუფლების მიმართ, მაგრამ აბსოლუტურად. ხო, აი ჩვენ რა ვქნათ. და კიდე ერთი კითხვა, ალბათ ნინო, ვინ, მაგრამ თქვენ მაინც იცით, რომ რაც არ უნდა 8 მარტს უბრალოდ გადაწყდება რა კურსს აირჩევს სტრასბურგის სასამართლო, ანუ გაგრძელდება თუ არა საქმის განხილვა და მაინც ყველა შემთხვევაში, ალბათ ნინო, უზენაესი სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება და რატომღაც ჩვენს მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით ვერავინ ვერ აწვდის ამ მომწურავ ინფორმაციას. მაინტერესებს თქვენ როგორც პროფესიონალის, აი ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ჩვენ საქართველოს ხელისუფლებამ, სახელმწიფომ უпростоრად. თუ მაგალითად განაჩენს ვერ შეცვლის, ჯერ ერთი მე მინდა ერთი რამ გითხრათ. დღეს რაც ხდება მარტო რუსთავიორთან დაკავშირებით რომ ხდებოდეს, შეიძლება მეც არ მქონდეს ესეთი რეაქცია, როგორიც მაქვს. მაგრამ როდესაც მე ხედავ რა ხდება იმედთან დაკავშირებით, რა ხდება მაესტროზე, რა ხდება პირველ არხთან დაკავშირებით, GDS-თან დაკავშირებით. ნინო, ეხლა მე უბრალოდ მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ვუთხრა, რომ მე არა მარტო რუსთავიორისთვის ვარ მიუღებელი და თვეებია მე პრაქტიკულად რუსთავიორის ეთერში ავყოფილ ვარ. ახლა წლების განმავლობაში დრო და დრო გამოჩნდებოდი ხოლმე. იმედზე როდის ვნახა ჩვენმა ტელემაყურებელმა ბოლოს, აბა თუ გაიხსენებთ, ან თქვენ ან ჩვენი ტელემაყურებელი. GDS-ზე როდის ვიყავი ბოლოს, მე თავად აღარ მახსოვს, იმდენი თვეა გასული. პირველ არხზე თვეებია გასული, მე ავყოფილ ვარ. ანუ მე ვხედავ ნინო ტენდენციას, იცით და აი თქვენ რომ იგრძნობთ ობიექტივის სტუდიაში, რომ მედიის შეზღუდვა ხდება, აი უკვე მე ძალიან გვიან იქნება. აი ეს უკვე იქნება ის ვითარება, რომელსაც უკვე დღეს ჩვენ შეგვიძლია სიტუაცია შემოვაბრუნოთ. ანუ დღეს რა სიტუაციაა, იცით ნინო? მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც რუსთავი 2-ის ჩართვა არ უნდა. უამრავი ადამიანია, ჩემს ირგვლივაც მათ შორის, რომლებიც პერიოდის განმავლობაში, მთელი პერიოდების განმავლობაში უბრალოდ აღარ თავდნენ რუსთავი 2-ს, იმდენად ეშლებოდათ მე. არა, მე ვუყურებ ყველა არხს. არ შეიძლება რუსთავი 2-ზე, ხო, მაგრამ არ შეიძლება რუსთავი 2-ზე გაბრაზებულს გაგეხარდეს ის, რომ ხელისუფლებას შეუძლია ამა თუ იმ მიზეზით, მეტნაკლებად ობიექტური მიზეზით, ასე ვთქვათ, შეცვალოს სარედაქციო პოლიტიკა იმ არხის, რომელიც არ მოგწონს. ნინო, მე რას გაგახსენებთ, იცი და მე მახსოვს თქვენი რეაქცია, სხვათა შორის თქვენ ძალიან ცუდი, უпростоრად სწორი და ნეგატიური რეაქცია ჰქონდათ მაშინ რაც ხდებოდა, როდესაც რევოლუციის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება ესე საჯაროდ იჭერდა ხოლმე ჩინოვნიკებს, ხო? მე ამაზე მქონდა ძალიან მძიმე რეაქცია, ხო, როგორც იურისტს და მე მახსოვს რომ ერთხელ გამოვედი და არა მარტო შიგნით გუნდში, არამედ ღიათაც ვთქვი რომ არ შეიძლება მეთქი ეგეთი რაღაცეების გაკეთება. არ შეიძლება ადამიანების ასე დაპატიმრება, მათი ასე საჯაროდ ესე ვთქვათ შეურაცხყოფა და იცით რა, მიუხედავად იმისა, ნინო, რომ სამდე მართალი ვიყავი, როგორც იურისტი, როგორც პოლიტიკოსი, ძალიან ცუდი რეაქცია გამოიწვია ამან საზოგადოებაში და ძალიან ბევრმა ადამიანმა დაიწყო ჩემი კრიტიკა, რომ აი ბურჯანაძე შევარდნაძის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს იცავსო და ხელს უშლის რეფორმების სწრაფად მაგრამ თქვენ ხომ არ იცავდით, ქალბატონო, კორუმპირებულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს კი არ ვიცავდი. ეხლა ასე დეტალებში ხო არ შედიან ნინო ადამიანები, როგორც ეხლა არ შედიან დეტალებში მე რუსთავი 2-ს ვიცავ თუ პროცედურას. მაშინ ესე ვთქვათ, უბრალოდ ადამიანებმა ემოციებისგან გადაღლილებმა, რომლებსაც მართლა უნდათ რომ დამნაშავე დასჯილიყო, ხო? ის ვინც იპარავდა, ის ვინც გააკოტრა ქვეყანა, ის ვინც წესიერად არ იქცეოდა, მათ არ მიაქციეს იმას ყურადღება, რომ მე მათ კი არ ვიცავდი ამ ადამიანებს. მე ვიცავდი იმას, რომ
პროცედურა უნდა დაიცვა, დაუმტკიცო ადამიანს, ისე დაიჭირო და როცა ერთხელ გადააბიჯებ კანონს, ორჯერ გადააბიჯებ და იმის გამო რომ ადამიანებს გული მოფხანო, თუნდაც სამართლიანად მოფხანო გული, დაარღვევ კანონს და არასწორად მოიქცევი, მერე მიდის ხელისუფლება. ანუ დაირღვა კანონი გაბატონი. მივიდა სააკაშვილი თორემ ახლა კაცი ჭამია არ ყოფილა თავიდან არც სააკაშვილიდან ნაციონალური მოძრაობა. გაბატონი ნინო, ანუ ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში კანონი დარღვეულია. მე ზუსტად ვერ გეტყვი ნინო კანონთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა ასე დეტალურად ბუნებრივია, მე ხო არა ვარ ხა ადვოკატი, რომელიც ყველა დეტალშია ჩარხო. იყო რა თქმა უნდა ისეთი რეზონანსული განცხადებები, რომელიც ნამდვილად ტოვებდა იმ შტაბ-ეჭდილებას, რომ სასამართლო იყო მიკერძოებული, მაგრამ მე ვამბობ, რომ სამწუხაროდ ეს არის პოლიტიკური საკითხი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნინო, მე რომ ამას არ ვხედავდე სრულ კონტექსტში, რასაც ქვია მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის სასამართლოს და მედიის კონტროლის მცდელობა ერთი ადამიანის მხრიდან. მე მაშინ არ ავტეხავდი ასეთ განგაშ, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს ხელისუფლება მიდის ხელისუფლების უზურპაციის გზისკენ. ეს ხელისუფლება მიდის დააკვირდით ნინო გამონათქვამებს ჩვენი დღევანდელი პარლამენტარების და აიღეთ თუ გინდა და შეადარეთ. ახლა თქვენ გახსოვთ ხო? კარგი მეხსიერება გაქვთ და შეადარეთ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა წარმომადგენლების გამოსვლებს. პათოსით, განცხადებებით, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ყველაფერში მართლები ვართ, ყველაფერი კარგად არის. არ არის ყველაფერი კარგად. ნინო, მე და თქვენ ხომ ვიცით რამდენ ადამიანს შეადრეს მათ შორის, ვინც თუნდაც ჩვენ გვიყურებს ახლა. მე მესმის თქვენი პათოსით, გაბატონი ნინო, ნამდვილად ყველაფერი კარგად არ არის ქვეყანაში, სახელმწიფოში, თუმცა მომეცით უფლება მე დავრჩე ჩემ აზრზე, მე არ მიმაჩნია რომ აქ რუსთავი რაღაც იჩაგრება, მე მიმაჩნია რომ იჩაგრება აი ის განწყობა, რაც მოდის დაუშვათ კიევიდან, ვინც პრინციპში არის მფლობელი, ვინც უხდის ფულს ამ ტელევიზიას და სწორედ იმიტომ და მე იცით როგორ თქვენც მოგეხსენებათ 3-4 სიმართლეში შეიძლება იდეოლოგიური ისეთი განწყობების შექმნა, ესეც პიარის დამახასიათებელია. ნუ თუმცა თქვენი აზრი გაქვთ, უბრალოდ მე მაინტერესებს გაგიმეორებთ კითხვას. განაჩენი ვერ შეიცვლება სასამართლოს მიერ, სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ და როგორ ფიქრობთ, თქვენ რო იყოთ დღეს ხელისუფალი, როგორ მოიქცევით ამ შემთხვევაში? დათმობს ხელისუფლება? რა თქმა უნდა, თქვენ სრული უფლება გაქვთ, თქვენს აზრზე დარჩეთ და მე არანაირად არ ვცდილობ ვინმეს ჩემი აზრი მოვახუიო, უბრალოდ ჩვენ ვსჯელობთ იმიტომ, რომ მე კიდევ ერთხელ თუნდაც გადაცემის შემდეგ ერთმანეთის გამოთქმული მოსაზრებები გავიაზროთ, ხო? და ალბათ ტელემაყურებელიც ასე გააკეთებს. მე რო ვიყო ხელისუფლებაში, იცით რას გავაკეთებდი? აქამდე არ მიიყვანდით საქმე. დღეს პრაქტიკულად მე რო ხელისუფლებაში ვიყო, არ იქნებოდა საერთოდ ყურებადი ტელევიზია. მით უმეტეს თუ ის შესაძლებლობები მექნებოდა, რაც ბიძინა ივანიშვილს აქვს, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო რომ გაკეთებულიყო ძალიან სერიოზული, მართლა მაქსიმალურად ობიექტური და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული ტელევიზია და გაარწმუნებთ ნინო, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება ნაციონალური მოძრაობის სექტა დარჩენილიყო 5%, ვინც რუსთავიორს ჩართავდა, თორემ დანარჩენი ჩართავდა იმ ძალიან მაღალი ხარისხის პროფესიულ და ობიექტურ ტელევიზიას, რომელსაც მე ვუზრუნველყოფდი, რომ ქვეყანაში მაგრამ აი ამის გაკეთება შესაძლებელი იყო 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად სასამართლოს, ნინო, გეტყვით რომ მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ ხელისუფლება ჩიხშია, ეხლა მე მართლა არ ვიცი რა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეხლა ქვეყანამ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ჩიხში შევიდა ეხლა რეალურად ქვეყანა და მე არ გამორიცხავ, რომ თუ გამწვავდა კონფლიქტი სტრასბურგის სასამართლოსა და ჩვენს ხელისუფლებას შორის, არ არის გამორიცხული, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ძალიან სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ამიტომ არის ძალიან ფრთხილი მოქმედებები საჭირო და მე საერთოდ ნინო ერთ რამეს გეტყვით, იცით, აი, თუნდაც ახლა ის განცხადება, რომელიც გააკეთა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხო? ეს ლაპარაკობს იმაზე, ბატონმა კურცმა, იმასთან დაკავშირებით, რომ აი, ვთქვათ, საქართველოში შეიძლება შეიქმნას ბანაკები. მე იმედი მაქვს, რომ ახლა ამდენი ჭკუა ეყოფა ხელისუფლებას, რომ ესე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებაზე და ამ ინიციატივაზე მსჯელობაც კი არ დაიწყოს. მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ამ კონტექსტში საქართველო დასახელდა, ნიშნავს ან იმას, რომ ჩვენს ინტერესებს არავინ არაფრად არ აგდებს,
ან ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის წინ ბატონი კურცი საქართველოში იმყოფებოდა, იმდენად არაკომპეტენტურად მიაწოდეს მას ჩვენი ქვეყნის პრობლემები, რომ მას ალბათ როგორ ჩანს მან არც იცის, რომ ჩვენი 350,000 დევნილი გვყავს. დევნილი გვყავს. თორე არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა, ხო ნინო ესეთ რაღაცას. ანუ ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენ არ გვყავს ეფექტური ხელისუფლება, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია რომ ქვეყანა სწორად მართოს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელისუფლებას უნდა რომ ხელისუფლებაშიც თვითონ იყოს, ოპოზიციაც თვითონ მართოს, მედიაც თვითონ მართოს, პრეზიდენტიც, ყველაფერი და არ გამოსდის ეს ამბავი და ძალიან მძიმედ შეიძლება ეს ყველაფერი დამთავრდეს. კი, ნამდვილად გეთანხმებით, მართლაც ძალიან მძიმედ შეიძლება დამთავრდეს. ქალბატონი ნინო, უბრალოდ აიცით რა არის საინტერესო. თქვენ როგორ მე დავრეკო? თქვენ როგორ ალბათ ხაზზე ხართ, თქვენ როგორ უყურებთ ვითარებას? მე რაღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ სოფლიოში დაჩქარდა რაღაცა სხვა პროცესები. ეხლა ევროპაშიც უნდა ვადევნებთ თვალყურს რა ხდება და სულ რაღაც ერთ თვეში დაახლოებით თქვენ ნახევარში ნამდვილად რაღაც შეიძლება მივიღოთ აბსოლუტურად სხვა ევროპა, რა ბედი ეწევა შემდეგ უკვე ევროკავშირს და რანაირ ევროპაში იქნება უკვე ეს ვიზა ლიბერალიზაცია ძალიან საინტერესოა. ანუ მე რა მინდა იცით, რაღაც სახეზეა გლობალისტების და ლიბერტარიანელების ბრძოლა, გაბრძოლება, უფრო ისეთ ძალზედ არა ფსევდოლიბერალისთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში თუ განიხილავთ თქვენ ამას ყველაფერს, თუმცა მე როგორც სამწუხაროდ გაითიშა ძალიან ცუდი. დიახ, ქალბატონი ნინო. მიგეკითხვა. დიახ. გისმენთ თუ არის ამის საშუალება რომ მიპასუხოთ ამაზე. მე გავიგონე ბოლო ნაწილი კითხვა გლობალისტების და ლიბერალების ესე ვთქვათ კითხვა რა იყო ის მითხარით რა? იცით რა არის, ყველაფერი იქითკენ მიდის, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების შემდეგ, რომ აქ უკვე მემარცხენე მემარჯვენე რაღაც მიმართულებები თითქოს კარგავენ ას, არის ორი ძალიან მთავარი და ძირითადი. გლობალიზმი, ეს ლიბერტარიანელობა და აი ამ ფსევდოლიბერალიზმის sapasუხოდ დაუშვათ იგივე პოზიცია, როგორიც მე მაქვს, თქვენ გაქვთ. ანუ ფასეულობათა ბრძოლაში გადადის. აი ეს პოლიგონი ხდება ფასეულობათა ბრძოლის. თქვენ არა გაქვთ ასეთი აღთმა? კი, რა თქმა უნდა, ნინო, და ეს სრულიად ბუნებრივი და გასაგები იყო, იმიტომ რომ იმდენად არაბუნებრივი იყო ის, რასაც ჩვენ თავს გვახვევდნენ. იცით რა, თავისუფლება სხვა რამეა, ხო? ლიბერტარიანიზმს საფუძვლად სიტყვა თავისუფლების არსი უდევს, ხო? თავისუფლება სხვა რამეა და ის, რასაც ჩვენ გვახვევდნენ თავს ხო, მაგას ვამბობ, რასაც გვახვევდნენ თავს, აი ამ დოქტრინების და ამ ვითომ და თავისუფლების, ასე ვთქვათ, ნიღაბს იქეთ, ეს არის სრულიად სხვა რამეა. თავისუფლება სხვა რამეა, თავაშვებულობა სხვა რამეა, პროგრესი სხვა რამეა და ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა სხვა არის. შენ შეიძლება იყო ძალიან პროგრესული ადამიანი და ძალიან მომხრე ბევრი პროგრესულისა, მაგრამ ამავდროულად იყო დაფუძნებული ტრადიციებზე, როგორც ვარ მაგალითად მე, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ახლობლები, ჩემი თანამებრძოლები. ჩვენ ნამდვილად მომხრე ვართ პროგრესის, ნამდვილად მომხრე ვართ განვითარების, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმ ჩვენ ტრადიციებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია. ტრადიციასაც შეიძლება კრიტიკული თვალით შეხედო, მაგრამ იცით როგორ იყო? ფაქტიურად იყო მოდად ქცეული, რომ გაგეკრიტიკებინა შენი წარმომავლობა, ტრადიცია, ფასეულობა, რწმენა და ის თუნდაც რაც ხდება ეკლესიასთან მიმართებაში, ეს ხომ არ არის შემთხვევითი, არა? ეს არის გაგრძელება იმ ბრძოლის, რომელიც წლების განმავლობაში მიდიოდა მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. ეხლა თუნდაც იგივე ნაციონალური მოძრაობა დღეს რაღაცა ვითომ და ისეთ განცხადებებს რომ აკეთებს, რომ ძალიან არ გაინაწყენოს ის ნაწილი, ვისაც ეკლესიაზე გული შეტკივა. მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, როგორი გამალებული ბრძოლა იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის და გიგაბოკერიას მხრიდან ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ. ეს ძალიან კარგად იცოდა პატრიარქმა და სხვათა შორის ძალიან კარგად იცოდა ჩემი როლის შესახებაც, რა როლს ვთამაშობდი მე იმაში, რომ როგორმე შემერბილებინა ის დარტყმები
რაც ეკლესიაზე მიდიოდა და სწორედ ეს განაპირობებს მე ნამდვილად ძალიან ვამაყობ ამით ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად იმ ძალიან თბილ დამოკიდებულებას მისი უწმინდესობისას რომელიც მას ჰქონდა და აქვს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემდამი და მე მისგან ყოველთვის გრძნობდი აი მაშინ კიდევ უფრო როცა ოპოზიციაში წამოვედი განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ლამის ვიდრე როცა ხელისუფლებაში ვიყავ მე ვიცი ეს ყველაფერი მაგრამ დღეს ეს რომ გაგრძელდა ეს ძალიან შემაშფოთებელია ნინო ის რაც დღეს ხდება ეკლესიასთან მიმართებაში მე იმასაც გეტყვით იცით აი რამდენჯერმე მაპატიოს ჩვენმა ტელემაყურებლებმა ეს სიტყვა ვახსენე ხა არ არის სასიამოვნო სიტყვა მაგრამ მე ხო თარანთქვრივი ყველასა გვაქვს ხო ნასწავლი თავის დროზე და წაკითხული გულის მოფხანა ვახსენე ხო მოკავება არა სპეციალურად ეს სიტყვა ვახსენე ზოგს ეხა დღეს არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ძალიანაც კარგი რაც ხდება იმიტომ რომ ეკლესიაშიც იყო ბევრი რამ მიუღებელი ბევრი რამ არც თუ კარგი და ჯობია რომ ეს ესე ვთქვათ გარეთ გამოვიდეს ესეც გულის მოფხანაა იცით რა ეკლესიამ თავის პრობლემა უნდა მოაგვაროს თვითონ აი ესეთი წიოკის გარეშე რაც ახლა ხდება იმის გარეშე რაც მოხდა როცა მთელ მსოფლიოში თავი მოგვეჭრა რომ თურმე ადამიანს ვისაც მთელი მსოფლიო ქრისტიანი არაქრისტიანი მუსულმანი რა ვიცი ყველა რელიგიის და აღსარებლობის მატარებელი ადამიანი პატივს ცემს მე ჩვენი პატრიარქი მყავს მხედველობაში რომ თურმე ჩვენივე სამღვდელოება და ჩვენივე ერის შვილი წამლავს ხო ეს თავმომჭრელი ამბავი იყო მაგრამ არ არის კარგი ის რაც დღეს ეკლესიასთან მიმართებაში ხდება და მე ისიც მინდა იცი ნინო ჩვენს მაყურებელს ვუთხრა ჩვენ ერთ რამეს დაუკვირდეთ იცით მე მინდა ვთხოვო ჩვენს ტელემაყურებლებს ძალიან მკაცრები და მომთხოვნები ხომ არა ვართ იმიტომ რომ ეკლესიაც არის ჩვენი საზოგადოების ნაწილი ყველას მიმართ ნინო საკუთარი თავის გარდა ეკლესიის მიმართაც მათ შორის იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ეკლესიისგან ძალიან ბევრს მოვითხოვთ მაგრამ ბუნებრივია რომ ეკლესიაში იქნებოდა პრობლემები ქვეყანამ გაიარა 25 უმძიმესი წელი და ეს შეუძლებელია ნინო რომ არასახულიყო ეკლესიაზე და მithumetes მაშინ როდესაც და რა თქმა უნდა ეკლესიაშიც იქნება პრობლემები. ამიტომ ესე თქვენ თუ უყურებთ მეთქი, აი იმიტომ მკითხეთ, აი ამ კუთხით რომ დღეს მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის სწორედ და რაღაც გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით ჩაფლული აი ამ ბრძოლაში გვინდა ეს ჩვენ თუ არა. მე ვფიქრობ რომ გარკვეული შემოbrunება ტრადიციებისაკენ, ტრადიციული ფასეულობებისაკენ კიდევ უფრო სერიოზულად მოხდება. ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება განსაკუთრებით იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცალკეულ სახელმწიფოებში და ჩვენ ხედავთ როგორი გამალებული და მე ვიტყოდი სამარცხვინო ბრძოლა არის ახლა ამერიკის პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჩაღებული ეს უბრალოდ სირცხვილია ხა მე რასაც უყურებ აღარც დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება სიმართლე გითხრათ აღარც ელემენტარული ეთიკის ზოგადად მსოფლიო ძალიან შეიცვალა ნინო ეხლა მე საფრანგეთის არჩევნებს ვადევნებ თვალყურს და ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ წინა და ეს ბოლო არჩევნები განსაკუთრებით ასეთი არასასიამოვნოდ საყურებელი არჩევნები საფრანგეთში მე არ მახსოვს ათეულობით წლების განმავლობაში ანუ სოფლიო რადიკალურად იცვლება და ამ დროს საქართველოს არის სამწუხარო ჩარჩენილი ცივი ომის პირობებში ჩარჩენილი იმ ვითარებაში როდესაც ქვეყანას მართავენ აბსოლუტურად არაპროფესიონალი ადამიანები და ჩარჩენილი ვითარებაში როდესაც ქვეყანას ყავს არაფორმალური მმართველი რომლის ნებასურულზეც არის დამოკიდებული ყველაფერი ეს ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული გლობალური გადანაწილება მიდის, ძალიან სერიოზული გლობალური, ასე ვთქვათ, ბრძოლები მიდის, ჩვენ ხედავთ ისეთ შეხვედრებს, ხო, რუსეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ირანის პრეზიდენტი ხვდებიან ერთმანეთს, ირანი და რუსეთი ელაპარაკება ერთმანეთს, ირანმა და თურქეთმა აღადგინა ესეთი სტრატეგიული თურქეთმა და რუსეთმა აღადგინა სტრატეგიული ურთიერთობა. ამ დროს ჩვენ სადა ვართ? ჩვენ ვართ ჭაობში სადღაც ესე ვთქვათ არც ვიცი სად რაღაცა ორღობეში რომელიც ერთი ადამიანის ნებასურვილით კონტროლდება და
ეს არ მოუტანს ქვეყანას არაფერს კარგს. სამწუხაროდ, ქაბატონ ნინო, მე იმეც ვიტოვებ, რომ თქვენ ძალიან მალე შეძლებთ უკვე სტუდიაში მობრძანდეთ, იმიტომ რომ ჩვენთვის, ჩვენი საუბრისთვის 9 საათი ძალიან ცოტაა, მით უმეტეს წინ გველი 7 მარტის სინოდის გადაწყვეტილება, შემდეგ 8 მარტი და აქედან გამომდინარე, როგორც კი თქვენ შეძლებთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგცემთ ამის საშუალებას, მე გელოდებით ჩემთან სტუდიაში და ეხლა დროებით დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნახვამდის და მადლობა. გმადლობთ.